კლავ საბავშვო რუბრიკით დაგიბრუნდით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემაში სტუმრად მყავს უნიჭიერესი, ულამაზესი პრინცესები. როგორც აღნიშნეთ, 19 ოქტომბერს ჩატარდა პროექტი ქვეყნის ეროვნული სილამაზის კონკურსი Miss Princesa საქართველო. რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართა ჩვენება და წარმოდგენილი იყო ულამაზესი ტეკ ატელიერის ულამაზესი პრინცესული სამოსი. და მე გადაცემაში სტუმრად მყავს როგორც კონკურსის მონაწილეები, ასევე ჩვენების მონაწილეები, ულამაზესი გოგონები, მოგესალმებით. და ჩემი გადაცემის სტუმრები არიან დომინიკა იანვარაშვილი, ალექსანდრა იანვარაშვილი, ასევე დაიკოების სალომე გულბანი და მარი გულბანი. დღეს დაიკოების ბლოკი მაქვს მოკლედ და მოხარული ვარ, რომ ხართ ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მოგვიყევით. საცავლობ და საცხოვრობთ. მე ვარ სალომე გულბანი, მარი გულბანის და ცხოვრობ თბილისში. დავდივართ 166 საჯარო სკოლაში და შესაბამისად ვარ მე-4 კლასში. დიახ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. მე ვარ მარი გულბანი, 10 წლის. სალის და რა თქმა უნდა ერთად ცხოვრობთ, ერთ სკოლაში დავდივართ და მე ვარ მე-5 კლასელი. დიახ. გადავიდეთ იანვარაშვილებთან. დიახ, დაიკოებთან, მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა მე შესავალი გავაკეთო ამ დაიკოებთან დაკავშირებით. არიან სამოდელო სააგენტო New Models-ის წარმატებული მოდელები, ძალიან ბევრ პროექტებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ასევე, რა თქმა უნდა, არიან ძალიან ნიჭიერები და ძალიან ესეთი ლამაზები, დიახ, როგორც აღნიშნეთ. დომინიკა, გისმენთ. მოგესალმებით, მე ვარ დომინიკა სტეფანი იანვარაშვილი, 20 წლის, სტუდენტი ვარ. მიხარია რომ მოვედი აქ და კიდევ გადავიღე ამ პროექტში ისევ და გამომიწონა კონკურსი. დიახ. რაც გატარებული იყო. დიახ. მოგესალმებით, მე ვარ ალექსანდრა იანვარაშვილი, მე-8 კლასში ვსწავლობ. დიახ. მოდი მომიყევით, როგორ მოგეწონათ პროექტი Miss Princesa საქართველო და პირველ რიგში თქვენი შეფასებები, რა თქმა უნდა, და შემდეგ უკვე დაიკოების შეფასებების, როგორც მონაწილეები, ჩვენების უფრო ალბათ კრიტიკულად უყურებდნენ გამომსვლელებს, ხო? მე მაგალითად მომიწონა კონკურსი, ნერვიულობდი, როგორც პირველი რო გამოვდიოდი და მქონდა უფრო მეტი ემოცია? ემოცია და ყველაფერი. იმიტომ რომ იცოდი ალბათ ყველაფერი როგორ რანაირად, თუმცა არ უნდა გქონოდა ამდენი ემოცია, იმიტომ რომ შენ პირველად არ გამოდიოდი დომინიკა. ჩემს უკან რო იყვნენ ბავშვები, ხა უნდა ვასწავლო რაღაცა, თუ არ დავიწყეს ბავშვები, მე კითხებოდნენ, მეც მეროლობდი და მეც მავიწყებდი რაღაცა, რომ მაინც გამოვედი კარგად. რაც მე მივიღე, ის ყველაფერი ვარ ძალიან. ამასაც მადლობა, რომ მივიღე რაც მეკუთვნის. რაც შევძალე ის გავაკეთე. დიახ, რა თქმა უნდა. ალექსანდრა, შენ? მე ძალიან მომეწონა კონკურსი და მე არ ნერვიულობდი. არ ნერვიულობდი, დიახ. 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 თქვენ გოგოებო, მოდი მომიყევით, როგორ მოგეწონათ პროექტი, როგორც წეგან აღნიშნე, იყო ასე რომ ვთქვათ, პროექტის ფარგლებში ჩვენება და პირველად ღებულობდით მონაწილეობას, ხო? ასეთ ღონისძიებაში, ჩვენებაზე და როგორ მოგეწონათ, როგორია თქვენი ემოციები? ჩემთვის იყო ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი. ასოსაც დამოვიწყდება და დიახ. ყოველთვის გემახსოვრება ეს ლამაზი წუთები, დიახ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველი იყო და შესაბამისად უფრო ამაღელვებელი იყო, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი გამოვიდა და მინდა მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ საღამოს გაამაზებისთვის. ნამდვილად. ძალიან დიდი შრომა იდება ყოველთვის ასეთ პროექტებში. და როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ YouTube არხი. რამდენი გამომწერი ყავთ? 2000.
Bravo. ეს როგორ მოახერხეთ? ძალიან ბევრი ცნობა ისახეთ ცდილობს, რომ YouTube-ზე ყავდეს ბევრი გამომწერები, თუმცა ძალიან ბევრი ვიცი, რომ 1000-ზე ზემოთაც არ არიან და როგორ მოახერხებთ? რას იღებთ? ანუ როგორ ვიდეოებს იღებთ და როგორია თქვენი კონტენტი? თავიდან ანუ მამა გვიღებდა ჩვენი დაბადებიდან ვიდეოებს და ინახავდა. მე უკვე ჩვენს წამოვიზარდეთ, რაღაცა იდეები მოგვივიდა ჩვენს და ამ ვიდეოებს უკვე ვდებდით, ძველებსაც და ახლებსაც. ძირითადად ჩვენ სხვადასხვა გვაქვს ერთნაირ ვიდეოებს არ ვიღებთ, გვაქვს ცეკვის, სიმღერის, პატარაობის და კიდევ ბევრი სხვა ვიდეო. დიახ, უფრო აქტიური რომელი ხართ? ორივე? ორივე. ერთი უფრო მეტად აქტიურია ყოველთვის. რომელი? უფროსი? დიახ. და როგორც ვიცი, თქვენ დადიხართ ასევე სიმღერაზე, ხო? მღერი ხართ და გამოდიხართ სცენაზე. თუმცა სცენა თქვენთვის ახალი არ იყო, მაგრამ პოდიუმი ცოტა განსხვავებული მიმართულებაა და ალბათ ეგ იყო, ხო? ნერვიულობის მიზეზიც, რომ ნერვიულობდით. და შეგვისრულეთ, როგორც ვიცი, სიმღერა გაქვთ მომზადებული. რა შეგვისრულებთ? ორივე საქართველოს. მაშინ მოვიმარჯვოთ მიკროფონები და გისმენთ.
მადლობა. ძალიან მაგარი გოგოები ხართ და მადლობა სესიამოვნო სიმღერისთვის. როგორი მოსწავლეები ხართ სკოლაში? სამივე სკოლის მოსწავლეები ხართ, დომინიკა უკვე სტუდენტია და გისმენთ. ვარ მოწესრიგებული, პასუხისმგებელი და საერთოდ ყველა საგანი მიყვარს, მაგრამ მაინც უფრო ინგლისურს და მათემატიკას გამოვარჩევდი. მე რა ვიცი, ალბათ ცუდი მოსწავლე არ ვარ. ჯობია ეს კითხვა ჩემს მშობლებს და მასწავლებლებს. ალბათ უფრო მასწავლებელს ხა? თუმცა შენ როგორ შეაფასებ შენ თავს? ყოველთვის უნდა ვიცოდეთ საკუთარი თავის შეფასება. ეს გამოგვადგება აუცილებლად პიროვნული განვითარებისთვის და ასე შემდეგ. ალექსანდრა, შენ როგორი მოსწავლე ხარ? ძალიან კარგი არ ვარ და მე ყველაზე მაგრად მიყვარს ისტორია და ფიზიკა. როგორ მიყვარს ასეთი გულახდილი და ალალი ბავშვები? როგორ ალალად საუბრობენ? ზოგი იტყოდა, დიახ, კარგი მოსწავლე ვარ და ასეთი და ისეთი. და იცი რა არის? სამართლიანები ხართ, მე ეს დავინახე და მიხარია. დომინიკა უკვე სტუდენტია, რა თქმა უნდა, წარმატებები. მადლობა. დიახ. მოდი მომიყევით, რაზე ოცნებობთ? აი, რომელ სფეროში ხედავთ თქვენ თავებს? რა პროფესიაში? ყველა ხო რაღაცაზე ოცნებობს. მაგალითად, მე პატარა რო ვიყავი, მინდოდა ექიმი გამოვსული ვიყავი. თუმცა, შემდეგ რომ გავიზარდე, ნემსის ისე მეშინო და დღესაც მეშინია, რომ ვთქვი, რომ მე ექიმი ვერასდროს ვერ ვიქნები თქო და ამიტომ ავირჩიე სხვა პროფესიები. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ალბათ დიზაინერობას ავირჩევდი. და მინდა რომ მოდის სამყაროში გავითქვა სახელი და ჩემი ოჯახი და საქართველო ასახელო. რა თქმა უნდა, მშვენიერია. გიყვარს ესკიზების შექმნა? ძალიან მოყვარს ხატვა. რომელის მოგწონს უფრო სტილი? კლასიკური თუ სპორტული? რომელი მიმართულება მოგწონს? უფრო კლასიკური. რეტრო? თუ? ალბათ მაინც კლასიკური. კარგი. დიახ. მე ჯერ ზუსტად არ ვიცი, თუმცა ძალიან ბევრი რამე მომწონს, მაგალითად სიმღერაც მომწონს, ცეკვაც მომწონს და რაც გამოვალ მინდა რომ ვიყო წარმატებული. დიახ. მე ჯერ არ ვიცი რა ავიღებ, ალბათ ძალიან მიყვარს წერა. შეგიძლია დაიწყო წერა. დაწერო ნოველები, პიესები, სხვათა შორის. ძალიან კარგია. ამის გაკვეთილები დებს YouTube-ზე. თუ როგორ უნდა დაიწყო. და ფიქრობ რომ გამოგივა. მადლობა. მეც არ მაქვს ჯერჯერობით ოცნება იმდენი, სამი ის მაქვს სხვადასხვა ვარიანტი და მაინც რაც უფრო მეტი გამოვა, იმაში წავალ. უფრო მომწონს სამოდელო, იმიტომ პოდიუმი მომწონს ძალიან. მიხარია რომ პუბლიკას უყურე, მომწოვა ვიღაცას, ვანახო ჩემი სახე. და აპლოდისმენტებია ბევრი და მომწონს ალბათ ეს. ადრე მიშენა და სცენა და როგორ შემოვიდე ამ სტუდიაში, რომ დავიწყე სიარული გასვლა და ისინი იქიდან უფრო მომწონს და სანამ მაგს დრო მინდა გამოიყენო შენი დრო და გავყვე. დიახ. ჩემი სახელი რომ იყოს მაინც სადმე. აი ჟურნალში სადმე. უღოთ მაგას ბევრი მუშაობა უნდა ყველაფერი. ბევრი მუშაობა და გამართლება უნდა, დიახ. რა თქმა უნდა. უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი ხომ იცი, შემდეგ გამართლებაზეც არის. დიახ. მე არ თქვენთვის მისაბაძი ადამიანი. და რატომ? როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს ადამიანი მისაბაძი? რა ნიშნებით გამოირჩევა? ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ჩემი ბებოა, იმიტომ რომ ის არის ძალიან ზრუნველი, იზრუნავს მთელ ჩვენი ოჯახის წევრზე და არის ასევე თავის საქმეშიც წარმატებული. არის დამსახურებული რკინიგზელი. მართლა? აპლოდისმენტები ბებოს. ჩვენგან დიდი სიყვარულით მოკითხვა. ჩემი უფროსი და იყო მარი, რადგან ის არის ყველაფერში მისაბაძი. და მისაბაძი სწავლაში
სიმღერაში ცეკვაში და კიდე ძალიან მეგობრობაშიც და კიდე ძალიან ბევრ რაღაცაშიც. დომინიკა, შენთვის ვინ არის მისაბაძი ადამიანი? სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს. სულ დედა იქნება და იყო და იქნება და სულ იქნება. იმიტომ ბევრი რამე მასწავლა, თვითონ რო იცის და მეც მასწავლის დღემდე, ესეც მადლობა დედაჩემს, რომ შემიყვანეს ყველაფერი და იმიტომ ამდენი არ ვიცოდი და დღემდე სწავლობ მაგასთან. შენ როგორ ფიქრობ, ვინ არის შენთვის მისაბაძი, დედა? ჩემთვის დომინიკა. ბრავო, რა მაგარია, ძალიან კარგია, მიხარია ეს. ძალიან კარგია და რაზე ოცნებობთ? როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ოცნება? ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ იყოს მაგალითად პრინცესა და ერთი დღით მოხვდეს პოდიუმზე. ხომ ოცნებობთ? დაგისრულდათ. ეხლა რაზე ოცნებობთ? მე ახლა დიზაინერობაზე ვაცნობ როგორც უკვე გითხარით. დიახ. და ძალიან მეყვარს ხატვა და თვითონ დიზაინერობა. მე ვცდები რომ ყოფილიყავი მომღერალიც, ზოგჯერ მოცეკვავეც, მაგრამ მინდა რომ უფრო ცნობილი ვიყო. შვენიერია. დომინიკა, შენ რაზე ოცნებობ? ვიცი რომ ძალიან გაინტერესებს კონდიტერია და დაამთავრე ასევე სტილისტობა. ეხლა რაზე სწავლობ? კონდიტერიაზე ჯერ სწავლობ, ჯერ არ დამთავრებია და არ ვიცი რაც გამოვა ის გამოჩემგან. ისეც მომწონდა და ისეც და მე უფრო მინდა ვიყო უცნაური არა, უფრო ისეთი რო ვიყო. ყველა რომ იცოდეს ჩემზე. რო გიცნობდეს. ანუ შენც კიდე ცნობადი იყო, დიახ. პოდიუმზე რო ვიყო. დიახ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის მონდომებით და რაზე ოცნებობს ალექსანდრა? მე რაღაცა რომ დავწერო და ძალიან პოპულარული რომ გახდეს. საინტერესო, სხვათაშორის საინტერესო იდეა გაწუხებს მინდა გითხრა და წარმატებებს უსურვებ შენს იდეას. როგორი იყო თქვენი განცდები, ემოციები, სანამ პოდიუმზე ახვიდოდით? იქ ხომ პოდიუმი და ამაყურებელი ერთად იყო. როცა სცენა არის, სცენა გამოყოფილია ყოველთვის, მაყურებელი და სცენა. მაგრამ აქ იყო პოდიუმი და ხალხი, მაყურებელი. ცოტა რთულია ამ დროს, იცი? ძალიან რთული არის. და აი როგორი ემოციები გქონდათ სანამ ფეხს დაადგამდით პოდიუმს? რას ფიქრობდით? გამომივა თუ არაო? მე მაგალითად ძალიან აი რა ვიცი, მაინც პირველი იყო და ვღელავდი მაინც. მაგრამ მე მგონი რომ კარგად გავართვი თავი და ძალიან მაინტერესებდა როგორ გამომივიდოდა. მე როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა და არც დროს არ დამოვიწყდა დავეწყარიყო. იმედია ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჩემი ოცნების გზაზე. ნამდვილად იქნება. ემოციებში ვიყავი პოდიუმზე, იმიტომ ჩემთვის პირველი იყო და თავისი ფანტაზიებით ეს ყველაფერში ვიყავი, ისეთი ემოცია მქონდა, რომ მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კარგად ჩაიდა. რა თქმა უნდა. რა რჩევას მისცემთ თქვენს თანატოლებს? აი თქვენი გადმოსახედიდან თქვენ ხომ მიბრძოლეთ იმისთვის, რომ დღეს აქ მოსულიყავით და უკვე ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგით. აი როგორი არის ის გზა, რაც თქვენ გამოიარეთ და რას ურჩევთ თქვენ თანატოლებს? რას არ უნდა შეუშინდნენ? ჩემი აზრით, მათი დასახველი მიზნებისთვის უკან არ უნდა დაიხიან, რომ იყვნენ წარმატებულები და არასდროს არ უნდა დანებდნენ და არ უნდა შეეშინდეთ, არა? ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა იყვნენ კარგი ადამიანები და რა თქმა უნდა იყვნენ ბეჯითები და უნდა უყვარდეთ თავიანთი საქმე და არ უნდა დაიხიონ უკან. რა თქმა უნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? რას ურჩევდით? ყველას რო ყველაფერი კარგად გქონდეს და არავის თითი და თვალები და არ თქვას ცუდი რომ მე ვარ ესეთი და სხვები ისა ყველა ერთნაირი არ უნდა იყო ამპარტავანი, ხო? ერთ დონეს მაინც უნდა იყოს და ერთმანეს პატივისცემით მაინც გააკეთოს. იმიტომ
არის ეს ბავშვები, რომელიც კი, ძალიან თავხედები და ძალიან ამპარტავანი ბავშვებიც არიან, თუმცა ალბათ აქ უკვე მშობლის ბრალიც არის. მაგრამ მაინც იმათმაც იბრძოლონ იმისთვის, რომ იყვნენ უფრო სამართლიანები და არ იყვნენ ასეთი ამპარტავნები, ხო? შენ როგორ ფიქრობ? რა რჩევას მისცემდი? რომ სხვებს არ უყურებდნენ, როგორ აკეთებდნენ და თავის თავზე უყურებდნენ. ანუ სხვას არ მიბაძონ თუ როგორ? კი. კი ბატონო, ძალიან საინტერესო რჩევებია სხვათა შორის და მინდა უდიდესი წარმატებები გისურვოთ, მადლობა რომ მოგწანდით ჩვენთან გადაცემაში. დიახ. და რა თქმა უნდა, მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ ლიკა მისკალიშვილს, რომელმაც იზრუნა კონკურსანტების გვირგვინებზე ნაწილობრივ და ერთ-ერთი გვირგვინი ამშვენებს ალექსანდრა იანვარაშვილს. ეს არის ხელნაკეთი გვირგვინი, ჩვენმა წელსაც უპირატესობა მივანიჭეთ უფრო მეტად კი, რა თქმა უნდა, იყო ქარხნული გვირგვინებიც, მაგრამ უმრავლესობა იყო ხელნაკეთი გვირგვინები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი დიზაინერი ყავს საქართველოში და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კვლავ უპირატესობა იყო ხელნაკეთი ადგილობრივი წარმოება და ხელნაკეთი გვირგვინები. ამისთვის უდიდესი მადლობა ქალბატონ ლიკა მისკალიშვილს. დიახ, უდიდესი მადლობა რა თქმა უნდა თქვენ, ბევრი წარმატებები, მიხარია რომ ხართ აქ ჩემთან გადაცემაში და როგორც ოცნებობთ, იყავით ცნობადები და წარმატებულები. მადლობა. დიახ. ჩვენ რა თქმა უნდა რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმრებთან ერთად.